woke up this morning, I said to myself, now that they don't kill me can only make me stronger. I need you to hurry up now, 'cause I can't wait much longer. I know I've got მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა რექტაიმი და ამ გადაცემის უკვე ტრადიციულად წამყვანები ირაკლი ფაღავა, ალეკო თქივაშვილი, მოგესალმებით აჭარის ტელევიზიის საშუალებით. გეტყვით რომ იმყოფებით რესტორანში ძველი ბულვარი, რომელიც გვასპინძლობს ჩვენ და დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პიროვნება არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ეს გახლავთ ბატონი ნოდარ ფაღავა. პიანისტი, მუსიკათმცოდნე, უბრალოდ კარგი ბათუმელი და ადამიანი, რომელიც უხდება ზოგადად მცნება მუსიკას. გამარჯობა ბატონო ნოდარ. გამარჯობა, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა ასეთ შეფასებისათვის. დიდი მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს ვიცი რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ ჩვენი გადაცემის, რაც დასაფასებელია, დარწმუნებული ვარ. საუბარი იქნება ძალიან უშუალო მენდე ძვირფას მაყურებლებო, იმიტომ რომ მოვიცავთ თითქმის ალბათ ყველა ეპოქას, დაწყებული 60-იანი, 70-იანი წლებიდან, მოყოლებული საბჭოთა ეპოქის ჯაზამდე და დღევანდელ დღესაც, რა თქმა უნდა, შევეხებით აუცილებლად. ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ სტუმარი ეს ბოლო ხანები გვყავს ცოტა უფრო ნაკლებად, მაგრამ წინა გადაცემაში გვყავდა საკმაოდ კომპეტენტური პიროვნება და დღესაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მაყურებლისთვის იქნება სასიამოვნო გადაცემა. ვისაუბრებთ სხვადასხვა მუსიკოსზე და კერძოდ იმ პერიოდში, როდესაც თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებოდით, რა ხდებოდა ვთქვათ მუსიკის სივრცეში, როგორი იყო ჯაზი მაშინ, საბჭოთა კავშირი როგორ აღიქვამდა ჯაზს, იმპერიალისტური და კაპიტალისტური ქვეყნების მუსიკას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იქნება ძალიან საინტერესო ძვირფასო მაყურებლები. ალბათ პირველ რიგში 60-იანი წლების შთაბეჭდილებები, როდესაც თქვენ სტუდენტობა იყო, ეს თქვენი პერიოდი ხო? 60-იან წლებში და აი მაგ დროს რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში და თქვენ საქმო მუსიკაში. მე ახლა დავიწყებ იმით, რომ თვალყურს ვადევნებ თქვენს გადაცემებს. ძალიან მომწონს და მომწონს ის განსაკუთრებით, რომ თქვენ შედარებით ახალგაზრდები ასე იმ პერიოდს აშუქებთ და კარგად აშუქებთ ისე ღრმად, რომელსაც ფაქტიურად იცნობთ მხოლოდ და მხოლოდ გადმოცემით და რაღაც სხვადასხვა ლიტერატურით თუ მასალებით. მაგრამ მეორე არის, როდესაც თვითონ პიროვნება, რომელსაც ახსოვს ეს წლები და გამოვლილი აქვს ის წლები, ალბათ ამ ხრივ თუ შევავსებ ახლა თქვენს გადაცემაში რაღაც ნაწილს. და 60-იანი წლები ჩემთვის ეს მეორე ეტაპია ცხოვრების, მოგეხსენებათ, არის ბავშვობა, არის ახალგაზრდობა, სტუდენტობა და შემდგომ ასე ვითარდება ადამიანის ცხოვრება და 60-იანი წლები ჩემთვის ის მეორე ეტაპი იყო, სწორედ როდესაც ფეხი შევადგი, თქვათ, სტუდენტურ სამყაროში, იმ მასაკში, როდესაც სტუდენტობა იწყება. სტუდენტობა ჩემთვის დაიწყო 63 წელს ქალაქ თბილისში, კონსერვატორიაში და მე ვარ ბედნიერი იმით, რომ ამ წლებში პარალელურად სწავლისა მუშაობდი კიდეც და მუშაობდი რუსთაველის თეატრში ორკესტრის მსახიობად, ანუ პიანისტად. მაშინ მოგეხსენებათ, რობიკო სტურვა ჩამოვიდა და საჭირო დარჩა რუსთაველის თეატრში ორკესტრის შექმნა, შეიქმნა დიდი სიმფოჯაზი და მე მიმიწვიეს როგორც პიანისტი. და პარალელურად ამავე დროს მუშაობდი ოპერის თეატრში კონცერტმეისტერად. ესეც ხელს მიწყობდა იმაში, რომ აი ნებისმიერ დროს შესულიყავი თეატრში და მენახა ის უნიკალური სპექტაკლები და ჩემს ფუფუნებად ითვლებოდა და არც საშუალება იყო და არც ვერც მიწვლებოდი იმ ბილეთებს, თქვათ, იგივე ჭაბუკიანის ოტელო რო გენახა და შენი თვალით აგექვა ეს დიდი ოსტატები, ჭაბუკიანი, კიკალეიშვილი, ვერა წიგნაძე და გნებავთ რუსთაველის თეატრში ის ბუმბერაზი, მსახიობები სერგო ზაქარიაძე, სალომე ყანჩელი, მედია ჯაფარიძე, გოგი გეგეჭკორი და გურამ საღარაძე ძალიან ბევრი სულ რამა ჩხიკვაძე.
აი ესენი სულ ძალიან ისეთ მეხსიერებაში ჩამჩა როგორც დიდი სიმდიდრე. მე გავიხსენებდი ერთ ძალიან საინტერესო მომენტს კიდე ისეც როგორც არის ჩემ ცხოვრების შემდგომი ეტაპების შენი თვალით როცა ნახავ რიხტერის კონცერტს შენი თვალით და მოусვენ შენი თვალით როდესაც ნახავ და მოусვენ დიუკ ელენგტონის კონცერტს და ასე შემდეგ ესეთ მრავალი მომენტი მქონია ცხოვრებაში უნიკალურ ადამიანებთან მე და საჭირო და ცნობილ ადამიანებთან ძალიან ისეთი კონტაქტები მქონდა სტუდენტობიდან დაწყებული გიგნებავთ ამლეთ გონაშვილი გიგნებავთ გურამ ფირცხალავა არა გურამ ფირცხალავა იმ დროს ახალგაზრდა იყო და მეგობრობდი ძალიან ბევრი მაკავშირებს გურამ ფირცხალავასთან ანზორ ერკომაიშვილი ვაჟა სარაშვილი და ძალიან ბევრი ასეთი პიროვნებები ცნობილები მაგრამ თუ რიხტერთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ იყო ასეთი დრო მე ახლა ზუსტად წელი არ მახსოვს მაგრამ 66-67 წელი უნდა იყოს როდესაც რიხტერის კონცერტი დაიგეგმა თბილისში და ოპერის თეატრში უნდა ჩატარდეს რიხტერის კონცერტი რიხტერს რა თქმა უნდა დახვდა მაშინ წინსაძე იყო კონსერვატორიის რექტორი მოვიდა კონსერვატორიაში ველოდები სტუდენტები რომ აი ჩვენი თვალით ვიხილოთ ეს გენიალური და უნიკალური მოვლენა ასე თქვა კლასიკური მუსიკის სამყაროში შემოვიდა მოგვესალმა ფოიეში შევიდა კაბინეტში რექტორის კაბინეტში სადაც როიალი იდგა და ჩაიკეტა ამ როიალთან ერთად რამოდენიმე საათი და ეტყობა რაღაცა თავისი ესეთ სავარჯიშოები თუ რა დავარქვათ ამას თვითმმართველობა გააჩაღა თავისი პრივატული რაღაცა მგზავრობის შემდეგ ცოტა უცნაური კაცი იყო თავისი ბუნების შეეძლო 1-2-3 დღე დაკარგული იყო არავინ არ იცოდა სად იყო და ამ დროს შეიძლება ტყეში ამ ბუნებაში სადღაც გასულიყო ან ხატავდა რაღაცა გენიოსების დამახასიათებელია ხო სანამოთი კონცერტზე აუარება ხალხი რა თქმა უნდა ეს იყო მოვლენა რიხტერის კონცერტი თბილისში ოპერის თეატრში და მე რა თქმა უნდა მშველოდა ის რომ იქ მუშაობდი და შევდიოდი და ასეთ კონცერტებს ვესწრებოდი და ასეთ საღამოებს მაგრამ მის ოსტატობაზე მე არ დავიწყებ ლაპარაკს და ჩემი შეფასებები ალბათ იქნება რაღაც სასაცილო კიდეც რიხტერთან მიმართებაში მაგრამ ის რომ კონცერტის შემდეგ ის დარჩა იმავე ინსტრუმენტთან იმავე თეატრში როდესაც არავინ აღარ იყო დარბაზში და ის პროგრამა რაც თვითონ კონცერტზე დაუკრა ნელა რო დაიწყო ამისი დაკვრა და იქ ანალიზებს აკეთებდა ეთყობა სად როგორ უნდა გაეკეთებინა და ამას კიდე დაჭირდა 1-3-4 საათი თუ საათნახევრიანი კონცერტი იყო ეს ნელი დაკვრით ეს ასე დროში გაიწელა აი ესეთი პიროვნება იყო რიხტერი და ესეც ძალიან ისე შტამბიშტავად დარჩა ჩვენს მეხსიერებაში მთავრობის წარმომადგენელი. ერთ-ერთი გენიოსი, რომელსაც ძალიან დიდი მარაგი რეპერტუარის ჰქონდა, ანუ ბევრ მუსიკოს, კლასიკურ მუსიკოს არ აქვს ესეთი დიდი მარაგი, როგორც თქვა რიხტერს ჰქონდა და ბუზონის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი პედაგოგი ედგარ დავლენიძე მეუბნებოდა, რომ რიხტერი გრძნობს პედალის მეოთხედსაც. ესე პედალს ხო აქვს რაღაც თავისი და აი პედალის მეოთხედსაც იყენებს და იმასაც კი გრძნობს ეს მეოთხედებად ყოფდა პედალის ანუ ეს მართლაც რაღაცა გენიალო ფირფიტები და საინტერესოა რომ რიხტერს უნდა დირიჟორობა თავიდან მაგრამ მე იმპულსიდან სადაც სწავლობდა დირიჟორობას სადაც უნდა დაუფლებოდა ნელ-ნელა ისაქნა რა ხო ყურადღებას ვეღარ აქცევდა იმიტომ რომ უფრო ფორტეპიანოზე იყო გადართული და ამოირიცხა მაგ კურსიდან ისე თავისით. თუმცა საკმაოდ სწორიც გააკეთა. მოდი ვნახოთ პირველი ვიდეო ჩვენს გადაცემაში. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური მუსიკის ჟანრიდან პირველად პრემიერა. პრემიერა. ხო, ანუ პირველად ვუშვებთ კლასიკური მუსიკის. თვითონ ტელემაყურებლობას უნებას დამთავრდით ვიდეოს შევთავაზეთ ტელემაყურებელს ეს გახლავთ შუბერტის ლა მაჟორული სონატა, რომელსაც ასრულებს სვიატოსლავ რიხტერი. ჩვენ ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით. დროებით.
ჩვენ ისევ შემოგიერთით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა Reg Times. სტუმრად ყავს მუსიკოსი და კიდე რა ჩემი მხრიდან რა შეიძლება როგორ თქვა, მოკლედ კარგი პიროვნება, ნოდარ ფაღავა. პირველ ბლოკში ჩამონათვალში ის ხალხი, ვინც გაიხსენეთ, ვისაც დასწრები ხართ, ვის კონცერტზეც ხართ ნამყოფი, ვისაც პირადად შეხვედრი ხართ, ერთ-ერთი ესეთი იყო ჯუკ ელინგტონი, რომელზეც რა ვიცი, ჩვენს დროშიც კი სანატრებელია, რომ ეს ადამიანი ცოცხლად ნახოს, ნებისმიერი სურვილი იქნება ალბათ. ადამიანი, რომელმაც 11 გრემი აიღო ყველა ნომინაციიდან კი არა, ანუ გრემზე ყველა ცერემონიალიდან წამოიღო აუცილებლად გამარჯვებული, დაბრუნდა და უზარმაზარი ორკესტრი და ის მემკვიდრეობა, რომელიც მან ზოგადად მუსიკალურ სივრცეს უსახსოვრა და დაგვიტოვა. ეს იყო ბუმბერაძე დიდი ხა მე და შე რაც უნდა ვესად, იმაზე მეც ვერ ვილაპარაკებ, რასაც ბატონი ნოდარი მოგვიყვება თავის მოგონებებს. ჯუკ ელინგტონთან დაკავშირებით საინტერესო იქნება. ჩვენ მხოლოდ ინფორმაცია ვიქცევთ. ჩვენ ზოგადად ინფორმაცია საოცრებელია და ინფორმაცია უნდა მე მგონი უნდა ჭარბობდეს უფრო, შეიძლება მსმენელისთვის უფრო საინტერესო იყოს თქვა მისი ბიოგრაფიული მონაცემების, როგორ გაიზარდა, როგორ სად დაიბადა, ვინ იყო მისი მშობლები და როგორ მოვიდა ის საერთოდ. სხვათა შორის ელექტრონზე შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი იყო ჯაზმენი, რომელიც აღიარა არა მარტო ჯაზის მოყვარულებამ, მსოფლიო მთელი ხელოვნებისა და მუსიკალურ სამყაროს მოყვარულებმა და ის ბავშვობიდან ლეოპოლდ სტაკოვსკიმ აღიარა და სტრავინსკიმ და რაღაც აკადემიურ ბავშვობიდან იგრძნობოდა, რომ იყო ძალიან ნიჭიერი. მამამისი თეთრ სახლშიც კი მოღვაწეობდა გარკვეულ პერიოდში. ისეთი პიროვნება იყო და როგორც შავკანიან ბავშვს მას ძალიან გაუმართლა, იმით რომ ესეთ ოჯახში იზრდებოდა, პირობების შესანიშნავი ჰქონდა, დედა უკრავდა ფორტეპიანოზე, ასწავლიდა მას ფორტეპიანოს დაკვრა, შემდეგ პედაგოგი დაუქირავეს. გააგრძელა სწავლა კიდე სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებლებში. მოკლედ ოჯახი ზრდიდა ბავშვს და ცხოვრობდნენ ისე, როგორც ეს ეკადრებოდა მაღალი კლასის ოჯახებს იმდროინდელ ამერიკაში. ძალიან მცირე ასაკში აღმოაჩინა მან, რომ აქვს მუსიკალური მონაცემები და ბავშვობიდან იძახოდა, რომ მე ძალიან ნიჭიერი ვარ. ეს დაისახა მიზნად, 14 წლის ასაკში უკვე გადაწყვიტა საბოლოოდ, რომ ისწავლა ჯაზის მიმართულებით და შემდგომ ნელ-ნელა სადღაც ანსამბლებშიც დაიწყო დაკვრა და ამ ანსამბლში სადაც თვითონ მოღვაწეობდა, ფაქტიურად ძალიან მოკლე ხანში გახდა ლიდერი. შემდგომ ეს ანსამბლი გადადის 29 წელს გადადის ნიუ-იორკში, სადაც უკვე ივსება სხვადასხვა მუსიკოსებით და მიიღებს ორკესტრის სახეს. და ასე ნელ-ნელა ყალბიდება ის როგორც დიდი მუსიკოსი, დიდი კომპოზიტორი. პირველი იყო ვაშინგტონელი. პირველი ვაშინგტონელი. დიახ, ასე იყო თავიდან. და ის არა მარტო მუსიკაში შესანიშნავად ხატავდა და საერთოდ ძალიან ირუდირებული იყო, იცავდა ძალიან. ხალხებს აკეთებდა, ხო? ხო, ანუ ეგრეთ წოდებულ პლაკატისტად მუშაობდა და გაიმარჯვა ვაშინგტონში მისმა იმერმა, მაგრამ მე ეგრევე გადაწონა, ისე ვთქვათ, მუსიკის სიყვარულმა ეს გადაცემა. ედვარდ კენედი ელინგტონი, ეს არის მისი ნამდვილი სახე, მაგრამ ბავშვობაში მას დედა ეძახდა, რომ შენი ციხე ღმერთისაგან დალოცვილი ხარო და დიუკს ეძახდა. დიუკი არის ნიშნავს ჰერცოგს. და თვითონაც ეს ლამაზად შეიფერა ეს ჰერცოგის ტიტული. გამოიყურებოდა ძალიან კარგად, იცვამდა, უყვარდა ლამაზი ნივთები, ლამაზი კოხთა ჩაცმა და საერთოდ ენამახვილობა და ეს გონიერება მას მთელი ცხოვრება ალამაზებდა მის ცხოვრებას. სხვათა შორის არის მეორე ვერსია, რომ მეგობრებმა დაარქვეს ჯუკი, იმიტომ რომ სულ ელეგანტურად ეცვა ჰერცოგივით და იმაც მათ თითქოს ეგეთი შეიძლება, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით მცირე ასაკში დედამ დაუძახა მას. ინიციატივა დედამ. ისე ეს შედგა ძალიან დიდი პიროვნება, ძალიან დიდი კომპოზიტორი, ძალიან დიდი მუსიკოსი, თუმცა ჰქონდა მას ესეთი ცოტა ჩრდილოვანი ადგილებიც, როდესაც
დიზი გილესპი გამოჩნდა და სხვადასხვა მუსიკოსები ამ რანგის არენაზე ცოტათი დაიჭრილა მისი ორკესტრი და თვითონ დიუკ ელინგტონი. უკვე ნაკლებად ტარდებოდა მისი კონცერტები, მოთხოვნილება დადაბლდა 50 წლებში მით უმეტეს, იმიტომ რომ ჯაზის ინტერესიც დაიკო. ხო, მაგრამ ამ დროს იყო აი ინდივიდუალური შემსრულებლები, კოლტრეინები ესენი, ძალიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებმაც მიიზიდა უფრო ჯაზის მოყვარული. საერთოდ ჯაზს ძალიან დიდი მოთხოვნა და დიდი მოყვარულები არ აქვს თელ სოფლიოში, ეს არის რაღაც გარკვეული ნაწილი, ხო, საზოგადოების მსმენელი, ესევე ეძახი ხო. აი, ისევ როგორც სპორტში არის, ფეხბურთი თქვა მასიური მოთხოვნილების არის, მაგრამ აი ჭადრაკი შეიძლება არ იყოს რა. მაგრამ 51 წლების ხვედრია. 1951 წლიდან ის ისევ რაღაც ახალი ფორმით გამოდის, ახალი პროგრამით გამოდის, აქ გამოჩნდება ახალი მუსიკოსები, ისეთ საქსაფონისტი როგორც განზალისია, მე სწორედ ვესწრებოდი იმ კონცერტებს, რომელზეც განზალისი უკრავდა. ყველა კონცერტი რაღაც საოცრად სხვადასხვა იყო და სხვადასხვა ცოტა ის გამოდიოდა კონიაკის გავლენის ქვეშ და მისი სოლო რომ მოდიოდა სიურპრიზებს უკეთებდა მაყურებლებს. დღეს ეს დაუკრავდა, ხვალ მეორე იმპროვიზაციებს, ეგ მესამეს. ის თუ ძალიან არ შეგაწუხებს რომ მოგვიყვეთ და გაიხსენოთ აი სოდესაც შეხვდით ერთმანეთს. ეს მოხდა 71 წელს. ამ დროს მე უკვე მუშაობდი ლენინგრადის მიუზიკ ჰოლში, ჩემს მეგობრებთან ერთად, ძმები ზნელაძეები იყო, გოდერძი ტორაზაშვილი იყო, ასეთი კიდე კვარტეტი ჰქონდა ჩვენი. მიწვევით მუშაობდით ლენინგრადის მიუზიკ ჰოლში და გასტროლები ჰქონდა 71 წლის ბოლოს, უცხოეთში ვაპირებდით გასვლას და გასტროლები ჰქონდა, ბოლო გასტროლები ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოსულიყავით როსტოვის სპორტის სასახლეში. აი ეს პერიოდი დაემთხვა იმ ტურნეს, რომელიც დიუკ ელინგტონი მსოფლიოს გარშემო აკეთებდა და საბჭოთა კავშირს ვერ აუვლიდა გვერდს და ვერც საბჭოთა კავშირი აუვლიდა ამ მოვლენას შესაძლებლობას, რომ არ ყოფილიყო, თორე ისე მაინც და მაინც შეიძლება დიუკ ელინგტონის კონცერტები არ დაგეგმილიყო საბჭოთა კავშირში. და ისე მოხდა, რომ გასაგები მიზეზების გამო. ისე მოხდა, რომ აი მოსკოვის და ლენინგრადის შემდეგ როსტოვში იმ დარბაზში, სადაც ჩვენ ვიყავით სპორტის სასახლეში, სწორედ აქ სამი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. ესე იგი იმ დღეებში ჩვენ ვისვენებდით, მიუზიკ ჰოლი ისვენებდა, ეს რომ მუშაობდა, პრეგამოშვებით იყო ეს. და ნაწილი პარტერში, ნაწილი ადგილისა, როდესაც ჩვენი სპექტაკლები იმართებოდა, ისინი ესწრებოდნენ და იმათ კონცერტებზე, იმ ადგილებზე ვისხედით ჩვენ მოსაწვევის სპეციალური საშვებით. ასე რომ სამი კონცერტი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი ეს ბუმბერაზი მუსიკოსები და ეს ბუმბერაზი ორკესტრი დიუკ ელინგტონის. მაშინ დიუკ ელინგტონი ალბათ იქნებოდა სადღაც 70 წლის. ცხოვრობდით ერთ სასტუმროში, სასტუმრო როსტოვში. ყოველდღე ერთმანეთს ხვდებოდით, მაგრამ ამ დროს უკვე კაკების თანამშრომლები დაგვძდნენ, ჩვენ და გვიგრძალავდნენ მათთან შეხვედრას, საუბარს, მაგრამ მაინც ვახერხებდით რაღაც სუვენირების შეგროვებას, რაღაც პლაკატების, ჟურნალები, ავტოგრაფები, ჟურნალები იყო ყველა ქვეყნისათვის, სადაც ისინი ჩადიოდნენ იმენაზე დაბეჭდილი და ეს ჟურნალიც ჰქონდა დიუკ ელინგტონის ავტოგრაფით. მაგრამ სად გაქრა, ვინც აიღო, სად დაიკარგა, ძალიან გული მწყდება, რომ ის აღარ ამბობ. აი ესეთი იყო ჩვენი შეხვედრა და მე მგონი კარგი იქნება თუ კიდე ერთი ის ეთერს მიყვარს საუბრობთ კი ვიდეოს აუცილებლად დავუშვით. როცა კითხეს, რომელი კომპოზიციები მოგეწონათო? ხო, მქონდა მეთქეთა საუბარი მათ თემაზე. როგორც მუსიკოსები და როგორც მუსიკალური თეატრი ეს ახლა ჩვენი ლენინგრადის მიუზიკ ჰოლი დირიჟორებმა და სხვადასხვა კაჟლეევის მუსიკა იყო, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი არის დაღესტნიდან წამოსული მოსკოვში სახელმწიფო პრემიის, რაღაც ლენინური პრემიის და ესეთი ლაურეატი, როგორც ჯაზში, ასევე კლასიკურ მუსიკალურ სფეროში ძალიან წარმატებით მოღვაწეობდა და აი მისი სპექტაკლი იყო, მისი მუსიკა იყო დადგმული, სპექტაკლი იყო მუსიკალური. და რო შეეკითხენ დიუკ ელინგტონს, რომ აი რა მოგეწონათო ამ სპექტაკლიდან, რომელი მუსიკალური ნაწარმოებია? ერთი-ორი ნაწარმოები თქვა იქ მუსიკალური, თქვა რასაც ორკესტრი უკრავდა და დაასახელა ჩვენი შესრულება, ქართველების შესრულება, რომლებიც ვღეროდით ჯანო კახიძის კრემაჭულს.
ეს ჩვენთვის ძალიან საამოყო იყო რომ შენიშნა კიდეც რომ ეხა მიამაყება მე და ეხა თქვენ რო გეტყვით რომ ის მომწონდა თქვენი შესრულება ისე დიუკ ელინგტონის შემოქმედება რეპერტუარში ძირითადად თავისი შემოქმედება ჰქონდათ, ორკესტრი თავისას უკრავდა, მაგრამ იყო ისეთი ნაწარმოებები, რომელიც მაგალითად ჩაიკოვსკის მაკნატუნა, ხო? იმისი ედვარდ გრიგის პერგიუნტი, რომელიც იბსენის პიესის მიხედვით არის დაწერილი და ანუ ეს კლასიკურ ნაწარმოებებსაც იღებდა და ისეთ ვარიაციებს ჯაზში აკეთებდა და ეს გაორკესტრებული არანჟირებით მე დიუკ ელინგტონი არ არის მარტო ჯაზმენი. დიუკ ელინგტონი წარმატებით მოღვაწეობდა ასევე კლასიკურ მუსიკაში, სასულიერო მის მიმართულებითაც ძალიან ბევრი ნაწარმოებები მიმართულებაც აქვს. კი, და ნუ არანჟირებებსაც აკეთებდა, ცნობილია ეს მისი ქარავანი, მისი არანჟირებით, რომლის თემაც დაწერა მისმა ტრომბონისტმა ხუან ტიზოლმა. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ელემაყურებელს ძალიან ცნობილი თემა, ჯაზ სტანდარტი, რომელსაც ქვია Take the A Train, რომელიც ყველას გონია რომ არის დიუკ ელინგტონის დაწერილი, მაგრამ ეს გახლავთ ბილი სტრეიჰორნის ნაწარმოები და არის კიდე მეორე ნაწარმოები, რომელიც გონიათ რომ დიუკ ელინგტონის არ არის, მაგრამ ეს არის დიუკ ელინგტონის ნაწარმოები, ყველაზე ცნობილი, რომელსაც დღესაც ძალიან ბევრი აკავერებს და უკრავს, ეს გახლავთ It Don't Mean a Thing. და შემოგთავაზეთ მოკლედ აი ამ ნაწარმოებს ჩვენ ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით თვითონ დროებით.
მაშინ ასე ისევ დაგიბრუნდით ძვირფასო მაყურებლებო, ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ, რომ უყურებთ გადაცემა Reg Times და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება, კარგი ბათუმელი, პიანისტი, მუსიკოსი, ბატონი ნოდარ ფაღავა. ბატონი ნოდარ, ესეთი კითხვა მექნება და კითხვა ნაკლებად უფრო ალბათ შტაბ-ეჭილების გაზიარება მოვისმინოთ თქვენგან, აი როგორც თქვენ პიანისტი, რამოდენიმე სიტყვით პრინციპში რამოდენიმე სიტყვითაც ვერ შემოვიფარგლებით, როდესაც ოსკარ პეტერსონზე გვინდა ვილაპარაკოს და აი რო გაგვიზიაროთ თქვენი შტაბ-ეჭილება, დამოკიდებულება და ზოგადად რა არის თქვენთვის? ოსკარ პეტერსონი იმ დროისათვის ეს იყო მოვლენა. ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდი მხედველობაში. ჩვენი ძირითადად საშუალება მოსმენის და გავრცელების, თქვათ, ასეთ ინფორმაციის იყო მხოლოდ და მხოლოდ მაგნიტოფონი, რომელიც ითვლებოდა ფუფუნების საგნად და ყველას არ ჰქონდა მის საშუალება და აი ესე გადაწერით მოსმენით ერთმანეთთან მივიდოდით, რომ ცოტაოდენი რაღაც ინფორმაცია მიგვიღო და მოგვესმინა ასეთი პიანისტებისათვის, ასეთ მუსიკოსებისათვის ზოგადად. პიტერსონზე რა შემიძლია გითხრათ? მე მოგიყევით თქვენ, რომ ლენინგრადის მუსიკაში მუშაობდი, ჩემთან ერთად აქ იმყოფებოდნენ წყვილი, სოლქმარი, რომლის მშობლები, აი სოლის ასე ვთქვათ, პოლეს მშობლები იყვნენ გოსკონცერტის დირექტორი და მისი მეუღლე, რომელიც ინსტიტუტის პრორექტორი. ეს გოსკონცერტის დირექტორი ნიკოლაი ივანიშ ოლეშენკო არაჩვეულებრივი ოჯახი იყო და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და გოსკონცერტი თვითონ მოგეხსენებათ იყო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა უცხოეთში კოლექტივების გაგზავნას და იქიდან მიღებას. მეორე ასე დიდი ორგანიზაცია იყო საიუს კონცერტი, რომელიც შიგა კონცერტებს აწესრიგებდა. ეს იყო ძალიან დიდი თანამდებობა და ძალიან დიდი ორგანიზაცია. ისე დავმეგობრდით ამ ოლეშენკოს ოჯახთან და მამასთან და დედასთან შვილის მეგობრები, ასე ვთქვათ, და შვილის მეგობარი, ფაქტიურად ახლა მე ჩემზე ვლაპარაკობ, რომ მოსკოვში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა მისულიყავით და ერთად გვესადილა მიპატიჟებული ვიყავით. რაც შეეხება ოსკარ პიტერსონს, დაიგეგმა საბჭოთა კავშირში ოსკარ პიტერსონის გასტროლები. ეხლა რა ხდება? როდესაც ასეთი პიროვნება ჩამოდის გასტროლებზე, მას წინასწარი დიდი სამუშაო უძღვის წინ, ის მოდის მთელი თავისი ამალით, დაწყებული მზარეული, დამთავრებული კოსტუმერი და პირობებია განსაზღვრული, თუ კვებაში რა უნდა იყოს, ფანჯრებისად უნდა გადიოდეს, რომ ბარში უნდა გადიოდეს, იქ შადრევანი უნდა იყოს, აუცილებლად სტენვეის როიალი უნდა იდგეს ნომერში და ასე შემდეგ და შემდეგ ბევრი პირობებია, რაზეც დათანხმდა ჩვენი მხარე, ესე იგი გოსკონცერტის საბჭოთა მხარე, შედგა ეს ხელშეკრულება და მთელი საბჭოთა მუსიკალური სამყარო და არა მხოლოდ ჯაზმენები ელოდებიან ოსკარ პიტერსონის გამოჩენას და მისი კონცერტის. ეს რომელი წლებია? ეს არის უკვე 75-76 წელი. ნუ აი 75 რაღაც ეს მაგ დროისთვის. ელიფონი გარდაიცვალა 74-ში. 74-ში გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა პიტერსონი, მას დახვდნენ. მიიყვანეს სასტუმრო ურალში, ეს არის ყველაზე დაბალი კლასის სასტუმრო ქალაქის ცენტრში, რომლის ფანჯრები გადის ქუჩაში და აურზაური და ხმაური ძალიან დისკომფორტს ქმნის. ერთი რუსული გამოშვების პიანინო ედგა ნომერში და ყოველად მიუღებელი იყო პიტერსონისათვის ოსკარი. არც ერთი. ეს შეიხედა, ხო და ნივთების არ დაუდია, რომ წამიყვანით ისევ აეროპორტში სახლში მიდივარო. წავიდა აეროპორტზე გაფრინდა ამერიკაში. არ შედგა ეს კონცერტი და მიზეზები არავინ არ იცის და რა ხდება? რა მთელი აი ეს რაღაც უცნაურობა, რატო ძლივს ეღირს საბჭოთა კავშირის პიტერსონის ჩამოსვლა. ერთხელაც ვისარგებლე მომენტით ამ შემთხვევის შემდეგ, ამ ოჯახში ვარ, ნიკოლაი ივანიშ ოლეშენკოს თან დაჩაზე ვართ იქ, სადაც ეს ელჩების და მთავრობის დაჩებია სერებრენბორში. ხო და მეუბნები ნიკოლაი ივანიში, არიხსენეთ ერთი რა მოხდა ოსკარ პიტერსონმა, რატო არ ჩაატარა კონცერტი და რა გახდა მიზეზი იმის, რომ ის გაბრუნდა და წავიდა ისე რომ ერთი კონცერტს არ დაუკრა. Был звонок. Сделайте так, чтобы он уехал. ანუ გააკეთეთ ისე რომ ის წავიდეს. მოკლედ მიპასუხა. გასაგები იყო Был звонок. პრინციპში არაფერი არ დაუდგება იმას წინ, რომ ვნახოთ კიდე ერთი ვიდეო და ამჯერად ოსკარ პეტერსონის
ზოგადად მოვლენას მუსიკაში, ბუმბერას პიროვნებას. ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცია და დამერწმუნეთ ალბათ თქვენს ძალიან მოგეწონება თუ იცნობთ, ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ შტაბეშტილებების ზღვა იქნება და ემოციების და დადებითი ფლუიდების კასკადი. რამოდენიმე წუთში ისე დაგიბრუნდებით, არ გადართოთ.
ჩვენ ისევ შემოგიერთით ძვირფასო ტელემაყურებლებო ვაგრძელებთ საუბარს ზოგადად ჯაზზე და ჯაზის არსებობაზე. პრინციპში შევეხეთ საბჭოთა კავშირში მის ესე ვთქვათ ბედის წერაზე, ჯაზის ბედის წერაზე. წინა ბლოკში ჩვენ ვისაუბრეთ ის მიზეზი კონკრეტულად არ ვიცით, რატო არ ჩატარდა ოსკარ პიტერსონის კონცერტი მოსკოვში, მაგრამ ზვანოკ. ხო და აი რა იყო, რა ფონი იყო ეს? ზარი წვედა. ეს გამოყოლილი შეიძლება დღესაც არის ეს ბიუროკრატიზმის და კონკრეტულად დღეს ახლა კიდევ კარგი რომ ჯაზი არ იგრძალება და ზოგადად არა, არის ქვეყანა სადაც იგრძალება, ის არ იგრძალება, მე ისე ვფიქრობ რა დღეს. გეთანხმება. საბჭოთა კავშირის დაუწერელი ესეთი თითქოს იყო ასეთი ლოზუნგიც კი. Сегодня он играет джаз, завтра родину продаст. ესე იგი ჯაზის მიმართულებით თუ უკრავდი და თუ გაინტერესებდი, ესე იგი შენ დასავლეთისკენ შეგირებ. კლიანად იყო იმ კაპიტალისტური მახსოვს როგორ გამოიყურებოდა ეგ ლოზუნგი, პლაკატი იყო ესე დიდი. მაგარი. გახსოვს? კი, და ვიცი სად არის გამოკრული. და ბათუმში არის. კი, ბათუმში. არის ეგ პლაკატი? კი, იყო ერთი ესეთი ძალიან თბილი და სასიამოვნო კაფე ბარი ერედელი. სადაც იქ იყო გამოკრული ეგ და არა მარტო ეგ იმდროინდელი და იმ ეპოქის ძალიან ბევრი პლაკატი იყო საინტერესო. ხო, იყო ასეთი სტარი შეხედულება დავარქვა თუ რა. სხვათა შორის ხლათისი აკრძალული არ იყო თითქოს, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი იყო, პრინციპში იგრძალებოდა. ტარდებოდა ჯაზ ფესტივალები, მე ვიზახი 70-იან წლების, 60-იან, 70-იან წლები, წელიწადში ერთხელ გამოდიოდა ფირფიტებიც, რომელიც მერე გაქრა, აიგრძალა ეს ჯაზ ფესტივალები. მოსკოვში იყო კალინის პროსპექტზე კაფე პეჩორა, სადაც გამოდიოდა სხვადასხვა ჯაზ კლუბები და შეგეძლო შესულიყავი ბილეთი აგეღო. იყო კროლის ჯაზ ორკესტრი, იყო ოლეგ ლუნსტრემის ჯაზ ორკესტრი და ფაქტიურად ესენი ყველაფერი იყო თვალის ასახვევად დასავლეთსაც. აი ჩვენთანაც არის ჯაზი და ჩვენ არ აგვგზავნოთ მაინც ადამიანს ეს ფაქტიურად ეს ის ორკესტრები არ იყო და ეს ის დონე არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო, რითაც უნდა ესაზრდოვა თქვათ ახალგაზრდობას, რომელსაც ჭირდებოდა. თუმცა არსებობდნენ ხო ვიწრო ჯგუფები, რომლებიც უსმენდნენ, არჩევდნენ, მაგნიტოფონით ვრცელდებოდა, იკრიბებოდა რა არის ახლა ჯაზის ისეთივე ნიჭია, როგორც თქვათ ხატვა ხო, ფერწერა, როგორც კლასიკური მუსიკის როგორც კომპოზიცია, თქვათ კომპოზიციის ნიჭი. და დაიბადება ადამიანი, რომელსაც აქვს მიდრეკილება, თქვათ ჯაზის მუსიკისა და ვერ აჩერებ იმას. აი გოჩიაშვილი რო არის, პატარა ბიჭი რო არის. აღარ არის პატარა დაგვეწევა, ამის ყველას. ხო, ვიცი, ბექა გოჩიაშვილი. ხო, ბექა. აი დაიბადა, ნუ ბავშვი, სადღაც კახეთში დაიბადა არაჩვეულებრივი ნიჭით. რომელიც აღიარა უკვე სულ ყველამ, ხო? აი ეს დაიბადება ადამიანი, რომელსაც აქვს მდრეზოქს ვიცი რომ თქვენი ვაჟი დრამერობაზე დესტავს და იქნებ ესეც ერთ-ერთი მომავალი ჯაზმენი იყოს. რახან დრამებზე და დრამერზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით რომ აი მაგალითად 70-იანი წლების ჩემთვის პირადად ერთ-ერთი საინტერესო ჯაზ ორკესტრი იყო, რომელიც მე მხოლოდ ამ პერიოდში ვიხილე ვიდეოთი, როცა შემოვიდა ეს ინტერნეტი და კომპიუტერი, თორე ისე მარტო გადმოცემები და აი მაგნიტოფონის საშუალებით და ფირფიტების საშუალებით უსმენდით ჩვენი კოლტრეინერს, დიზი გილესპის და სხვადასხვა მუსიკოსებს, ოსკარ პიტერსონს და მასაც. ეს არის ყოულმა ბადირიჩები და ბადირი. და მე ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი. ახლა ეს ადრინდელი ჩანაწერია, მაგრამ რა სინხრონობა, რა ჟღერადობა, რა ტექნიკა, რა მიმართულება და რაც თავარია. ალეკო ბადირიჩი არის დრამერი და ორკესტრი არის მისი. დირიჟორი არ ახავს. საერთოდ დრამერი ამოდენა დიდ ორკესტრში უფრო დაჩაგრულია და უფრო ჭრდილშია, უფრო წინაპლანზეა გიტარისტი, საქსოფონისტი. ხო, ამ დროს დატვირთვა პიანისტი, თქვათ, ვინც იმპროვიზაცია, მაგრამ დატვირთვა ძალიან დიდი მოდის სწორედ დრამერზე. ამ დროს ეს ბადირიჩი თან უკრავს და უნდა ნახოთ რა ოსტატობით უკრავს. თან დირიჟორობს ფაქტურად აი თვალებით, მისი მოქმედებით, მისი ჟესტებით
და ამას გრძნობს ის ორკესტრი, ეს big band, რომელიც გვერდით უზის და ერთი წამით გადახრა არსად ან შეცდომა რაღაცა ესეთი ხარვეზი არსად არ იგრძნობა და თან ჩვეულებრივად ეს არის კონცერტზე ჩანაწერი. ეხლა არმი რაღაც შეიძლება ცოტა უხეში შედარება გამომივიდეს. რასაც მე გიყვებით ეხლა და რაც მე მაქვს ჩანაწერი, ეს არის კონცერტზე ჩანაწერი, სადაც ხალხი ზის და ჩვეულებრივად კონცერტზე მიდის და არა სტუდიური ჩანაწერით. შედარება ცოტა უხეში გამომივიდეს შეიძლება და დაახლოებით იგივე შემიძლია ვთქვა, ну ეხლა ჩემი საყვარელი ჯგუფია Led Zeppelin, ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ. Led Zeppelin-ის დრამერი ჯონ ბონემი, აი თითქმის მაგ პერიოდის ყველა როკ ჯგუფში დრამი არის რაღაცა ფონად და რიტმის მისაცემა თითქმის ყველა ჯგუფში და აქ იმდენად სერიოზული ტექნიკა აქვს და იმდენად დიდია მისი როლი ყველა კომპოზიციაში, რომ აი ცალკე სოლო ინსტრუმენტათა გამოკვეთილი და ძალიან ბევრი კომპოზიცია, სადაც თავიდან მომდო მთელი კომპოზიცია არის მისი სოლოები მარტო ბონემის და შეიძლება ითქვას, რომ აი არც გიტარა და არც ვოკალი არ არის ისეთი ეს სიტყვა ხო, ну და აი დომინანტია დრამი თითქმის ყველა კომპოზიციაში და აი რაღაცა ეგ საერთო ვიპოვე ხა რა. როგორც ბასი გამოყო ჯაკო. პატარა კოლექტივებში, ჯგუფებში. იქ დიდი დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა, სულ ყველას. 4 კვარტეტია თუ კი მე ვიზახი როდესაც big band არის. არა, თავისთავად, უბრალოდ აი იქ რო გამოჩნდება. მესიამონა იქ რო გამოჩნდება ხო დრამერი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თელ შესრულებაზე, მთელი ორკესტრის მის რა თქვა ოსტატობაზე და თანამედროვე დროს დირიჟორის გარეშე, ხელმძღვანელის გარეშე, თვითონ ხელმძღვანელი თვითონ გამოდის და საინტერესოა ის, რომ რადგან ბადირიჩის ორკესტრია და თვითონ იღებს თავზე, ამიტომ კამერას ძალიან ხშირად მასაჩვენებს, აი მის ემოციებს და მის ხელმძღვანელობას, ასე ვთქვათ, როგორ მიყვარს. ძალიან ისეთი ცოცხალი და ისეთი ენერგია მოდის, თანამ რო ასრულებს ეგ ჩანაწერი, ბევრმა იცის ალბათ და ერთხელ კიდე შევთავაზოთ მაყურებელს. შევთავაზოთ და თან ძალიან სიამოვნებაა. კარგი იქნება თუ ბერლენდის კომპოზიციას შევთავაზებთ, აი ამ კომპოზიციას, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ჩვენ სხვადასხვა კომპოზიტორების უკაცრავად კომპოზიტორების არა, სხვადასხვა შემსრულებლების და მუსიკოსების შესრულებით უჩვენეთ ტელემაყურებელს ბერლენდი რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტში და მომავალშიც კიდე სხვადასხვა მოგვიწევს ამაზე საუბარიც და ჩვენებაც. მოკლედ ბადირიჩი ამ კომპოზიციაზე დაუმშვიდობებით მაყურებელს, იმიტომ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი საეთერო დრო დასასრულს მივუახლოვდა სამწუხაროდ. გეტყვით რომ იმყოფებოდით რესტორანში ძველი ბულვარი, რომელიც გვასპინძლობდა, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი ნოდარ ფაღავა. საუკეთესო სურვილები დაგემშვიდობებით ვიფროს მაყურებლებო და გიტოვებთ ასე ვთქვათ ერთ-ერთ ჯაზ სტანდარტს, კომპოზიცია Birdland, რომელსაც ბადირიჩის ორკესტრი ასრულებს. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო შაბათს, იგივე დროს, იგივე არხზე. ნახვამდის. კარგად გზავნებოდეთ. ნახვამდის.